დაიბადე და გაიზარდე ნიუ-იორკში. ვთქვით, რომ ამერიკას გავაცნოთ ჩვენი ქართული ცეკვა სიმღერა. თუ გქონია მომენტი, როდესაც გიგრძნია, რომ ბოლომდე ვერც ქართველი ხარ, ან ვერც ამერიკელი. ამათ შემა დამისვა კითხვა ქართულად და მე გავეცი ინგლისურად პასუხი. და მეორე დღეს მოკიდა პირველი და თურქეთის airline-ით აღმოჩნდი საქართველოში და 2 წელი გავატარე საქართველოში. მინდა რომ ორი გრძნობის შესახებ მომიყვე, გრძნობა, როდესაც საქართველოში ჩადიხარ და გრძნობა, როდესაც ამერიკაში ჩამოდიხარ. შეიძლება ეხაცრემ წავმადგეს. ანუ ყველა დოლი არა. ყველა დოლი არა. ცეკვა თუ აკეთილშობილებს, აი შრომა აკეთილშობილებსო გაგვიგია. ბოლომდე ვცდილობ რომ ვიცხოვრო. აი რობოტები არ ვიყოთ, მაგას არ მოველოდებოდი. დილა შუა დღე და საღამომშვიდობისა იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყნიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები რომ შემდეგი ნახევარი საათი საინტერესოდ გაგატარებინოთ. მანამ სანამ დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგზავნეთ YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე სახელით უეჭველი ქართველია, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღევანდელი გადაცემის მთავარი გმირი არის მოცეკვავე გიორგი გოდერძიშვილი. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მადლობა იმისთვის რომ ხარ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის. მადლობ, კარგად. თავად. კარგად. მოდი გაეცანი ჩემ მაყურებელს. მე ვარ გიორგი გოდერძიშვილი, დავიბადე ბრუკლინ ნიუ-იორკში და მომსახურებით ჩვენ ქართულ ცეკვა სიმღერას, ჩვენ ქართულ კულტურას. ეს არის ჩვენ ფესვების დარბაზი, ბრუკლინის ფილიალი. და აქ ვატარებთ ცხოვრების უმეტეს ნაწილს, სადაც იდება სული და გული ჩვენ ქართულ საქმისთვის. დაიბადე, გაიზარდე ნიუ-იორკში, თუმცა ალბათ ჩადიხარ ხოლმე საქართველოში. რა თქმა უნდა, ყოველთვის როცა გვაქვს საშუალება, დრო, კარგად მოგეხსენებათ ამერიკული დრო როგორ არის, სულ სამსახური, სულ კოლეჯი, უნივერსიტეტი. ძნელია 3 თვე გამონახო, მაგრამ ყოველთვის როცა არის საშუალება, ყოველთვის ვახერხებთ ჩასვლას და ჩვენ ქვეყნის მოფერებას და ჩასვლას. რამდენ ხანში არის ხოლმე ეს საშუალება დაახლოებით? ადრე ხოლმე ყოველ წელიწადში ერთხელ და ეხლა უკვე 2 წელი არ ყოფილი ვარ, მესამე წელი დაიწყო და ამ ზაფხულს ყველა ვარიანტში ჩავდივარ. აუცილებლად ჩავდივარ, რომ მაინც მოვინახულო. იქაური ზესხლი გადაისხა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ყოველთვის. კი ბატონო, სად ვართ, რა დარბაზი არის, მოგვიყევი ანსამბლის შესახებ, რომელ ანსამბლში ცეკვავ? ჩვენი ანსამბლი არის ანსამბლი ფესვები, უკვე 26 წელია ანსამბლი ჩამოყალიბდა, მე ძალიან პატარა 1 წელს ვიყავი, რომ დაიწყო ანსამბლი. ჩამოყალიბდა ბრუკლინში. ჩამოყალიბდა ბრუკლინში, დიახ. სულ დაიწყო 4 ბავშვით. მიზანი იყო ის, რომ ქართულ ბავშვებს შეენარჩუნებინათ ქართული კულტურა, ქართული ცეკვა სიმღერა. დროთა განმავლობაში ეს 4 ბავშვი რო გადაიზარდა 100 ბავშვი, 200-ში, 300-ში, უკვე იქ შედეგი დაიდო, დავიხვეწეთ, პროფესიონალიზმი იყო საჭირო და დღესდღეობით ვემსახურებით ქართულ კულტურას მთელს ამერიკაში. ყავს 300-მდე ბავშვი, 4 ფილიალი. ცალკე ბავშვების სტუდიო, ცალკე პროფესიონალების ასამბლის გუნდი და ვცდილობთ რომ ამერიკას გავაცნოთ ჩვენი ქართული ცეკვა სიმღერა. მოყვარულთა გუნდიც ყავთ? მოყვარულთა გუნდიც არის, უძღვება შოვრენა, თავარი დირექტორი ვინც არის ამ ასამბლის, მე ვარ მოქმედი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. ვინ არის ამ ანსამბლის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, ვისგან დაიწყო ისტორია? ანსამბლის სულის ჩამდგმელები არიან შოვრენა ბარბაკაძე და ვანო გოდერძიშვილი, ჩემი მშობლები. მაგათი დამსახურებაა ყველაფერი, მაგათი დამსახურებაა, რომ ათასობით 25-26 წლის განმავლობაში ათასობით ქართველ ემიგრანტ ბავშვს აქ შენარჩუნებული ჩვენი ქართული კულტურის ანუ სიყვარული და მაგათ გამოარიო დღესდღეობით აქ ვარ და მეც საუბრობ გამართულად ქართულად და ვემსახურები ჩვენს ქართულ კულტურას. ყავთ დაახლოებით 300 ადამიანი ანსამბლში, უცხოელები თუ არიან და უცხოელი როგორ ცეკვავს ქართულ ცეკვას? კი, ცეკვავენ კარგად, მაგრამ ალბათ ბოლომდე რო იცეკო ის ქართული, როგორც საჭირო არის, აუცილებელია, რომ შეიძლება სულ არა, მაგრამ ნახევარი მაინც აუცილებელია, რომ ის ქართული სისხლი ქონდეს, იმიტომ რომ ისე ვერ შეასრულებ ქართულ მუსიკას რო გაიგებ და ტანში თუ არ დაგიარა ჟრუანტელმა შესაძლებელია რომ ქართული ცეკვა ისე იცეკო რომ
მაყურებელს შეაყვარო შენი ქართული ცეკვა. აი რას გულისხმობ? აი დოლი არის ყველასთვის დოლი, სხვა ინსტრუმენტებიც არის ყველასთვის იგივე ინსტრუმენტი. აი რას გულისხმობ, როდესაც ამბობ რომ აი ჟუანტელმა უნდა დაგიაროს. ყველაფრის ისტორიამ უნდა გადაგირბინოს გულსა და გონებაში თუ რა. დოლიც ქართულებს ჩვენებური დოლი გვაქვს. სხვა კავკასიის ქვეყნებსაც სხვანაირი დოლი აქვს, იგრძნობა ის და ისმის რომელი დოლი უკრავს და რომელი დოლი ანუ ყველა დოლი არა. ყველა დოლი არა. როგორც ყველა მოცურავი არ არის, ისე ყველა დოლი არა. იდენტობის მძაფრი აღქმა ბიჭისთვის, რომელიც დაიბადა ამერიკაში, ასე ვთქვათ, ვინ იყო იმ ბიძგის მიმცემი თუ ჩამომყალიბებელი, ეს იყო სრულიად ოჯახი, დედა-მამა თუ აი რა გარემოში გაიზარდე ამერიკაში, მოგვიყევი, აი შენი ბავშვობიდან წამოვიდეთ, რომ ესე გიძგერს გული შენს სამშობლო ლამას საქართველოს. ჩემ ბავშვობიდან სულ მახსოვს ცეკვა სიმღერა ოჯახში, მამა მუსიკოსი, დედა მოცეკვავე, სულ ხიარულობა, სულ ალბათ თელი ბავშვობა მაქვს დარბაზში განატარები, ხან ტახტზე მეძინა, ხან ნაბდებში მეძინა ბავშვობაში, ხან ჩოხებში. მაგრამ ის პერიოდის მქონდა, რომ აი ამერიკაში დავიბადე, რა მინდა რა მაცეკვებს. აი მოდი რამე ამერიკულს მივხედო, ხო? ან სპორტს მივხედო, ან სწავლას ერთი-ორჯერ შევეშვი, მაგრამ დამჭირდა 1-2 კვირა რომ მივხვედრილიყავ იმას, რომ სხვა გზა აღარ მაქვს, ეს არის ჩემი საქმე, ეს მიყვარს და ამას ვაქცელებ. და არ განიხილავ რომ როდისმე რამე ბუნებრივი ხა ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ფიქრობ რომ რამე სხვა პროფესია შეიძლება შეიძინო ისეთი, რაც ამას ჩაგინაცვლებს, ხო? ეგ ყოველთვის არის, იმიტომ რომ ხშირად არის რთული მომენტები, როცა დაფიქრდები და გინდა რომ ყველაფერს შეეშვა, შეიძლება ელემენტარული პრობლემისგან იყოს ეს, ან რამე სერიოზული აი თავი გამოწვევები რა არის ხოლმე? თუ უბრალოდ ეს შეიძლება მოხდეს და თავი გამოწვევები არის, რა თქმა უნდა, თანხები არის ყოველთვის, ამდენი ბავშვის ხელმძღვანელობა, ამდენი მშობლის ხელმძღვანელობა, გაგანია ამერიკაში, რომ დაფიქრდები ქართული ცეკვა, მაგრამ ეს არის ალბათ ღვთისგან მოცემული მისია. მე და ჩემ ოჯახმა უნდა შევასრულოთ და ვერ ვეშვებით, ვერ ვანებოთ, რაც არ უნდა იყოს, სიცოცხლის ბოლო წლამდე ამ საქმეში ვარ და ყველაფერს შევეცვალე. ჩემი 25 წელი ცხოვრების დაუთმი ამ საქმეს და მომდევნო რაც დამრჩა დაუთმობ ამ საქმეს. აი ეს არის ავტომატურად დაკისრებული პასუხისმგებლობა ფაქტობრივად შენზე, რომელიც სასიამოვნო გამოდგა, ხო? და ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება და ასე ვთქვათ, იმიტომ ამ საქმეში ყოფნა, რომ უბრალოდ მშობლების საქმე არ შეწყდეს, ხო? არის, ეს საიდან წამოვიდა, არ ვიცი. ის დღე არ მახსოვს, ის დღე სხვაშორის ჩემი ქორეოგრაფიული ეს ნაწილი რო ცხოვრების რო დაიწყო. იყო ერთხელ მეც რო პატარა ვიყავი, ალბათ 14-15 წლის ასაკში, ძალიან გავაუბრაზეთ ჩვენი ქორეოგრაფი. მიგვეჭხობა და მიგვატოვა. მაგ დღეს ცოტა ხანი გავუბრაზდით ერთმანეთს, ბავშვები ერთმანეთს გავუბრაზდით. მაგ დღეს რეპეტიცია გავაგრძელე მე. და სხვადასხვა კარგი რეპეტიცია გამოვიდა. როგორც ქორეოგრაფმა, ძალიან კარგი რეპეტიცია გამოვიდა და მაგ დღეს მერე თხოვე შორენ დედა ჩემს შორენ ბარბაკაძეს, რომ ალბათ დღეს რაღაც მაქვს თავში, მინდა რეპეტიცია ჩავატარო. არ არის პრობლემა, ჩაატარე, მე იქ ვიქნები, ჩავატარე, თავში რაც ხონდა გადმოვიტანე დარბაზში, გაამართლა. მეგობრები, აი აქ ძირითადად ქართველი მეგობრები ყავს თუ ამერიკელები თუ ორივე, თუ აი რა მაშინ ხარ, რა წრეში ხარ მოკლედ ეს. რა წრეში ვარ და აქ დაბადებული ბიჭი. აი წრე არის ფესვებიდან, ფესვებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე და ჩემი სამეგობრო ეს ახლოს ვართ და ჩემამდეც პირველი თაობა ვინც იყვნენ ფესვების ერთმანეთი აქ ასამში გაიცნეს დღესდღეობით უკვე ერთმანეთის მეჯვარეები, ერთმანეთის ბავშვი ნათლიები. მოცეკვავეებზე საუბარი ალბათ ასამბლეს წევრებს. პირველი თაობის ასამბლეს მოცეკვავეებზე ბევრს ქართულიც აღარ ახსოვდა. დღესდღეობით ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან, პირველი თაობის პატარა ბავშვები, 5-6 წლის ბავშვები
პატარა ჯგუფებში არიან ასამბლის და ამ ასამბლმა მოგვცა ის საძმაკაცოს ის სამეგობროს ჩვენი დაიკوبები, ჩვენი ძმები აქედან დაიწყო ერთად გასტროლები, ერთად სიხარული, ერთად ტკივილი, ერთად ვარჯიში, რეპეტიციის მერე გასვლა, რეპეტიციამდე გასვლა და დღემდე ეს არის რო უყურებ ძალიან მიხარია რომ დღესდღეობით მომდევნო თაობებიც ეგრე არიან კივე ჩხუბები ხანდახან მაგრამ არა უშავს კაი თემა მე კარგად ვიცი მეც დიდი ხნის არ ვიყავი მაგათ ასაკის და კარგად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება მაგათ თავში კარგი თემა ახსენე ჩხუბი ქართული ცეკვები ზოგადად ანსამბლები ცნობილი არიან იმითი რომ ქორეოგრაფები ხშირად ჩხუბობენ და არის სიმკაცრე ხშირად ეს არის დისციპლინის ფარგლებში ზოგჯერ არის დისციპლინას მიღმა ასე ვთქვათ რაღაცა თავშეუკავებლობა ქორეოგრაფების მხრიდან ეს ბალანსი რამდენად ეს არის მარტივი არ რთული დასაცავი შე როგორი ქორეოგრაფი ხარ თუ ყვირი ხოლმე და თუ გიგრძნია რომ აი სიმკაცრეს გამო ვიღაცას თუნდაც დაუტოვებია ანსამბლი მე პირადად ნერვები ხომ არ გიმტყუნებს ხოლმე ნერვები არ მაგას ყვირილი არა მაგას უფრო ალბათ შეძახილი ქვია ალბათ ეგ იყო საბჭოთა დროის როგორც თვითონ გაიზარდა ისე ზრდიდა სხვას თუ ქონია მომენტი, როდესაც გიგრძნია, რომ აი ბოლომდე ვერც ქართველი ხარ, ან ვერც ამერიკელი, იმიტომ რომ აქაც იქაც და აი თავი რო ცოტა დაკარგულად მიგიჩნევია. ეგ ვიგრძენი პატარაობაში და მაგიტო აღმოჩნდი საქართველოს, მაგიტო გავატარე ის 2 წელი საქართველოში. ერთ-ერთი დღე იყო, ამათ შემა დამისვა კითხვა ქართულად და მე გავეცი ინგლისურად პასუხი. და მეორე დღეს მოკიდა ხელი და წაგი თურქეთის airline-ით აღმოჩნდი საქართველოში და 2 წელი გავატარე საქართველოში. მაგ ერთი პასუხის გამო. ამ კონია ეგ შემთხვევა, რომ მაგრამ ეგრევე უკვე 10-11 წლიდან კითხვა აღარ ქონდა. საქართველოში შეიძინე იმ 2 წლის განმავლობაში კარგი მეგობრები. დღეს რო ჩადიხარ ხოლმე, საიდან ხარ? სადაური ქართველი ხარ, წარმოშობით და რო ჩადიხარ, სად ჩადიხარ? წარმოშობით ვარ ყაზბეგიდან. აჰა. სოფელი სნოდან ვარ ჩვენ, ძალიან მიყვარს ჩვენი კუთხე, იქ რო ჩავდივარ. საოცარია. სულ სხვა სისხლი იღვიძებს ჩემში. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იქ რო ჩავდივარ აი რა ბედნიერი ვარ იქ აური ბევრი არაფერი არ გვაქვს იქ მაგრამ რაც გვაქვს იქ ფეხის ჩადგმა არ ჩემთვის დავსიო არაფერი არ მინდა საერთოდ აი იქ ქართველის გარდა თაიღვიძებს ძალკე აი ბედნიერი ვარ იქ ცხოვრების რაღაც ეტაპზე თუ ვფიქრობ და უშვებ რომ შეიძლება საცხოვრებლადაც წახვიდე და არა მხოლოდ სამოგზაუროდ რა თქმა უნდა აი ყოველთვის იყო და იქნება ბევრჯერ მიფიქრია იქ წასვლა ხან ანსამბლში ცეკვა მინდოდა იქ ხან რა მინდოდა მაგრამ აი რაც არ უნდა იყოს აქაურობას ვეუტოვებ იმიტომ რომ ესეთი საქმე ამდენი ბავშვი ერთი ხელის პირადი მიზნების გამო შეიძლება ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ ბევრჯერ მქონია პირადი მიზნები მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ეს პირადი მიზნებს რომ მიმეღწია, ვერ დავტოვი აქაურობა. არა, ეს შემთხვევა ალბათ როცა აქ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ხშირ რო წახვიდე, რამდენი ანსამბლი არ გაჩერდება ბუნებრივია, მაგრამ მე მგონი ზარღვი მოაკლდება ალბათ შენი სახით. ვერ დავტოვი აქაურობა. ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით ხელოვნებაშიც ადამიანებს უყვართ ხოლმე რაღაცა შენიშვნების მიცემა, არჩევების მიცემა, როცა სულ არ გჭირდება და არც ეკითხები და არ ითხოვ, მაგრამ აი რაღაცა ესე პროფესორ ხარ, ყოველთვის გამოჩდებია ხოლმე თუ მიგიღია შენიშვნები შენ ცეკვაში და შენ მიმხვდარ ხარ რომ ეს იმიტომ კი არ არის რომ შენ რაღაც შეცდომას უშვებ არამედ იმიტომ რომ ვიღაცას გონია შენ რადგან ამერიკაში დაბადებულ გაზრდილი ბავშვი ხარ ამერიკაში ჩამოყალიბდა ტერიტორიულად შენი ქორეოგრაფიული თუ მოცეკვავის ნიჭი მაინც რაღაცა ვერ იქნება ისე რომ ფიქრობენ და აი ესე გამოჭერაზე არიან რომ შენ ვერ ცეკვავ ისე როგორც საქართველოში ცეკვავენ ბანძის შეფასება, რაც კი მიგიღია ამ კუთხით. ჯერ დავუწყოთ
შეფასებისგან ან შენიშვნიდან ყოველთვის ყველა შენიშვნას რაც არ უნდა იყოს და როგორი დონესაც არ უნდა იყოს, ყველას უსმენ გავითვალისწინებ. შეიძლება ისეთი მოულოდნელიდან მიიღო ისეთი კარგი შენიშვნა, რომ მართლა შეცვალოს ჩემთვის ჩემში რაღაც უკეთესობისკენ, ასე რომ ყველა შენიშვნას ყველას ვითვალისწინებ, ყველას უსმენ. რა თქმა უნდა, ყოფილა ხა 1-2 ისეთი, აი, მეც რო ვიცი რომ არ უცეკვია, მაგრამ აი მეც ცეკვავდი და ვიცი და ცეკვავდი საქართველოს. შეიძლება იმ მომენტში უნდა რომ რაღაცა მითხრას გამაგებინოს, რომ ისეც ცეკვავდა, მაგრამ მაგასაც ხო უსმენ. მადლობა, მადლობა, ხო რაღაცა თქვა. დიდი მადლობა და ვსიო. რაც შეეხება იმას, რომ არ აი ყოველთვის რომ იგებენ რომ გვარ ქორეოგრაფი და მოცეკვავე, მან საცეკვავდი. არ მქონია ის რომ შენ საქართველოში არც ყოველთვის ცეკვა არ იცი. თუ ვინმეს აქ და ექნება ჩართე მუსიკა. აი დაუწყოთ, აი ნახოთ ან შენი ცეკვი მეც და ნახოთ რა ხდება. გეგმები როგორ არის ანსამბლის, ან შენი პირადად როგორც ცალკეული მოცეკვავის, რამე ესეთი გეგმები ხომ არ გაქვთ, რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა და უნდა ელოდოს თქვენგან. ანსამბლის გეგმები, დიდი გეგმები გვაქვს, როგორც ცოტა ამბიციური, მაგრამ საჭიროა. თუ ჩავეკიდე და ვარ ამ საქმეში და რატომაც არ უნდა მივახციოთ უმაღლეს ამ საქმით. ანსამბლის ბოლოს მიზანი არის Broadway show. როგორც არის Lion King, როგორც არის Aladdin, როგორც არის Rockets Broadway-ზე. იქ ჩაჯდომა და სტაბილური კონცერტები Broadway-ზე. ეგ არის ანსამბლის როგორც ცალკე აღებული შოუ და არა, ესე ვთქვათ, ჩანერგილი რაღაც სხვა შოუში. რა თქმა უნდა, არა. ეგრე სხვა შოუშიც მონაწილეობთ, მაგაზე მე ვისაუბრებთ, მაგრამ Broadway-ზე გვინდა ჩვენი შოუთი მოხვედრა, დაიდგა თამარ მეფე, Queen King Tamar. 14 მარტს ვიწყებთ ბრუკლინში პირველი კონცერტით. ბრუკლინს მერე გავდივართ მაიამში, მიზურიში, ბოსტონში და ბოლოს ვაშინგტონში. პატარა ისტორია არის თამარზე, საქართველოს გაერთიანებაზე, ყველა კუთხეს ვაჩვენებთ თავიანთ კუთხის ცეკვებით, ომით, ბრძოლით, სიყვარულით, როგორ იმარჯვებს საქართველო, როგორ აერთიანებს თამარ-მეფე საქართველოს. ცეკვების გათანამედროვებასა და ტრადიციულ ცეკვებს შორის ხშირად არის ხოლმე ქართული მაყურებლის კრიტიკა. არიან ანსამბლები, რომლებიც ინარჩუნებენ ძველსაც, ახალსაც ქმნიან, მაგრამ მერე მაყურებელი მაინც აღიქვამს ხოლმე, რომ აი ესენი სულ გაფუჭდნენ, წავიდნენ ხელიდან და რაღაცა შეცვალეს ცეკვები და ეს რეალობა ჩემი პირადი აღქმით არ შეესაბამება, იმიტომ რომ ძველიც რჩება და ახალიც იქმნება და ეს ქნადობის პროცესია ზოგადად ხელოვნება. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს და რამდენად თუნდაც ახალი ცეკვები რამდენად განსხვავებულია ძველისგან. გულისხმობ აი თუნდაც რაღაცა ჟინით და ცოტა რაღაცა უხეში ფორმებით და ასე შემდეგ. აუცილებელია რომ გალაით და ამის კითხვა. არ გალაით. არ გალაით და არანაირად პირიქით შეიძლება ცოტა გაუხეშდა. განვითარება არის აუცილებელი. რასაც ცეკვავდი შენ 60 წლის წინ, იგივეს დღესდღეობით ვერ იცეკვებ. ეგ არის წარმოუდგენელია. იმიტომ რომ თვალს სხვა უნდა, ყურს სხვა უნდა, აუცილებელია რომ პატარ-პატარა ცვლილებები გააკეთო. რაც შეეხება, წეგან რო თქვი, აი რაღაც ასამლები სხვაზე გადადიან, აი ქართული აღარ არის უკვე. ეგ არის ძირითადად ჩემთვის ესე იქნებოდა და მაგათვისაც ესე არის უბრალოდ ხალხი ვერ აღიქვავს მაგას. როცა ანსამბლი გადის საქართველოდან გარეთ სხვა ქვეყანაში, რომ ქართული კულტურა ჩვენო მიქაურ მაცხოვრებელს, ყველა ანსამბლი ცეკვავდეს ქართულს. ქართულ რაც არის ყაზბეგური, აჭარული, დაულური და ის რაც იქნება ქართულს. მაგრამ უკვე საქართველოში, ვინც ყველამ კარგად იცის ქართული რა არის, იქ შეიძლება რომ შენ გათანამედროვებული ცეკვა აჩვენო, იმიტომ რომ იქაურმა ყველამ კარგად იცის რა არის აჭარული.
მაგრამ ორი საუკუნეა უკვე თითქმის აჭაოს უყურებენ და უნდა სხვა. მინდა რომ ორი გრძნობის შესახებ მომიყვე, გრძნობა, როდესაც საქართველოში ჩადიხარ და გრძნობა, როდესაც ამერიკაში ჩამოდიხარ. საქართველოს გრძნობა, ჯერ გრძემლი, ჯერ ყველა ვარიანტში შეიძლება ეხა ცრემლი წავომადგეს, ჩადიხარ და მიკროფონში რო ამბობენ welcome back თქვენ სამშობლოში დაბრუნებოთ როგორც არის აი მანდილოსანი და აი გრო ჩავესვება თან რა თქმა უნდა ეხა შეიძლება ცოტა ვისკი აეროპორტში რაღაც მოსული ასე ვთქვა და აი რომ მაგას რო თვალს მოვყვა მოკესალმებით თქვენ სამშობლოში აი რო დაიოდი შუანტელი მაგრამ არ დავმალავ იმას რომ აქ რო ჩამოვდივარ აი იქაც სახში ვარ, იქაც სახში ვზნობ თავს და არ ვიცი ჩემში იქ რაღაცა იცვლება ჩემში უკეთესობისგან, რაღაცა მეცვლება. აქ რო ჩამოვდივარ, აქაც ეგ შეგრძნება, მაგრამ არ დავმალავ იმას და არ მოვიტყუები ახლა 25 წელი აქ დავიბადე, აქ რო ჩამოვდივარ, ის მაქვს რომ აი რაღაც რა ესეც ჩემია და ისეც ჩემია. ცუდად არავინ არ გამიგოს, არ მოვიტყუები. მართლა, იქ რო ჩავდივარ, ისეც ჩემია და სოფელში ასვლა, თბილისში ჩასვლა, შემიძლია მთელი თბილისი ფეხით შემოვიარო და ბედნიერი ვიყო რომ იქ ვარ. და რო ჩამოვდივარ, მართლში კი სადაც არ მომწავიდე, ალბათ 1-2 თვით რო ტოვებ აქაურებას, რო ჩამოვდივარ, აი თითქოს გაქავარსიო რა, მშვიდად ვარ, ვიცი ყველაფერი აქ რა ხდება, აქ ვარ. კი ბატონო. სულ არავინ არ გამიგოს მართლა ბევრი არა დაწამებული ვარ ჩვენ კარგი მაყურებელი ყავს არავინ არ გაიგებს სუდად რა ქართული ტრადიცია ან აი რაღაცა ჩვევა არ მოგწონს რასაც ვერ უგებ შენ ქართულ მეგობრებს თუნდაც რო ჩადიხარ ან შენ რა გაქვს ისეთი ჩვევა აი რასაც ვერ გიგებენ აი შე ამერიკელო იქ რო გეუბნებიან რა აი მახინჯი ტრადიცია რა არ გულისხმობ ესეთ კარგ ტრადიციებს მე პირადად ძალიან მიყვარს ჩვენი ქართული ტრადიციები მაგრამ აი რაღაცა რაც ფიქრობ რომ კაი რა რაღა დრო ესეთი რაღაცა აზროვნების რაღაცა აი მაგაზე არ მიფიქრია ეს შეიძლება იმ წამს რამე დავინახე ისეთი რაღაც თქვა მაგრამ ისეთი რომ ესეთ მახსოვდეს ბოლომდე და ვიცოდე არ შენთვის რო უთქვამთ რომ შეამერიკელო მაგის გამო რაღაცა აკაური თვისება რა ძალიან მოგწონს და კაია რომ ამერიკა მე შეგძინა არც ეგეთი არის, არ ვიცი, ეგეთი მართლა არაფერი არ მახსენდება. ალბათ ერთი ის არის ყოველთვის რომ რესტორნები საქართველოში რო ქვია ინგლისური სახელი და საქართველოში ამბობენ ამას ქართული აქცენტით და მე ქართული აქცენტით ინგლისურ სახელს ვერ ვიძახი ინგლისური აქცენტით ისინი შოკებიან ხოლმე არ ეგრე არ ეგეუბნები. არ ეგეთი რომ შეამერიკელო ან შენ ძალიან ქართველო, ეგეთი არაფერი არ მქონია. არ მახსენდება. ქართული ტატუები შეგნიშნე, რა გაწერია თუ საიდუმლო არ არის? ქართული ტატუები? ოკეი. ყველა მოსწავლეში ჩავდე ჩემი გულის პატარა ფესვი. ეს არის ჩემს მოსწავლეებზე, იმიტომ რომ ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ პატარა რაღაცა ყველა მოსწავლეში ჩავდე და რაღაცას შეიძლება ელემენტარული ქცევა, ელემენტარული სიტყვა იყოს, ან აზიურის ჩაცმა იყოს, ან ჩოხას როგორ მოიც მე როგორც ვიცმევ, დამინახია მოსწავლეებში და ცეკვის გარდა ბიჭებთან, გოგოებთან ვარ ძალიან მეგობრულად გვერდში ვდგავარ. მართლა როგორც მეგობარი, როგორც მაგათი ასაკის ისე ვარ ხოლმე და შენ რაღაცას ალბათ ხო აქედან წლების მე რო აღარ ვიქნებით, ალბათ იმ პატარებსაც გაახსენებათ, რომ აი გიო მასწავლებელი მოგვასწავლა ესე და გიო მასწავლებისგან გვაქვს აქ. ტატუ 2. ეს არის ფესვები. აქ ძველ ქართულად წერია ფესვები, შეიძლება ვერ წაიკითხო. კი, წავიკითხე. ფილარმონიაში ხონდა კონცერტი. მეორე დღეს კონცერტის მერე წავედი გავიკეთე ეს სურათი არის შორენა და ვანო მშობლები. ეს სურათი არის გადაღებული აკნოზე, უკანა მხრიდან. და მაგ დღესვე Facebook-ზე შემხვდა ეგ სურათი და თვალებიდან ვერ აი თვალში მივძინებდი, ვიღუძებდი, თვალს მქონდა ეგ სურათი. ალბათ ის მომენტიც ახლა ისეთი იყო, აქედან ჩასულები 200 მაგდროს 250 ბავშვი იყო ჩასული, ყავი ჩასული,
ფილარმონიაში კონცერტი ძალიან დიდი ემოციები იყო დღე-ღამე ვარჯიში და ეს კადრი რო დავინახე, კადრი იყო აი მოვჭით ჩაიარა და არ ვიცი რატომღაც მინდოდა რომ ერთ-ერთი მძაფრი კადრია მოკლედ შენს ცხოვრებაში. სულ ყოფილიყო და აი ამ ხელჩაკიდებით დაიწყო ყველაფერი. აი ამ ხელჩაკიდებით დაიწყო ყველაფერი, ამ ხელჩაკიდების გამო შეიქმნა ფესვები და ამ ხელჩაკიდების გამო ვარ აქ და ვემსახურები ჩვენ ქართულს. კი ბატონო. ესენი არაფერი პარხმალი. შორენა. ესენი ჩემი პატარა დაიკუების დაბადების წლები. ქართული ტექსტია. ეს ამას ჩემთვის შემოვიდა. კამერის გარეშე გაჩვენე. ამას მე გაჩვენებ, ამას ჩემთვის შემოვიდა. აჰა. აქაც აქ არის სიცოცხლის ბოლო წლეთამდე. პირველი ბრძოლის წინ დავიწერე MMA-ში ვიყავ ცოტა ხანი დავიწერე. ეს ის პერიოდი ცეკვას რო გინდოდა რომ თავი და არ დამინებებია მაგ პერიოდში ცეკვას თავი, მაინც ცეკვავდი და მაინც ვარჯიშობდი, მაგრამ 1-2 წელი გაგრძელდა და უკვე ისეთ სპორტიც კარგ დონეზე მივიდა, ანსამბლიც უკვე კარგად განვითარებული იყო და შენ იყავი მხოლოდ ერთი. მე ვიყავი ძალიან გაყოფილი და უნდა ამ მომენტშია, აი მაგ მომენტში ის დღეები 1-3 დღე 4 დღე უნდა ამ მომენტშია რა ხდება. ჩხუბი მოდის, კონცერტი მოდის, გასტროლი მოდის. ორივე თან ცეკვაც და სპორტიც ორივეში გჭირდება 1-2 საათი ვერ გიშველს დღეში. გაჯობა ხელოვნებამ. უფრო ოჯახმა. აჰა. მშობლებს რო უყურებდი, აი ვერ იმ ხელს ვერ ჩავიქნებდი ჩემი ოჯახის და წყულ საქმეზე და აი ამ ბავშვებს რო უყურებდი, ეხა ჩხუბზეც რო ჩემი მოსწავლეები რო მოსწავლეები იჯდნენ, აი ვერ ხელს ვერ ჩავიქნებდი რა. აქ პასუხისგებელი არ იყო მხოლოდ შენს თავზე, არამედ ძალიან დიდ გუნდზე. ბროდვეი არისო, ჩვენი მიზანიო, ეს როგორ არის მოსახერხებელი კონტაქტებზე უნდა გახვიდეთ თუ აი არის კონტაქტები. სახელი უნდა გავუთქვათ. ქართველებში ასე თუ ისე ყველა კარგად გუცნობს, მაგრამ აქ არის უკვე ამერიკელებთან სახელი ეს ამერიკელები. ამისთვის რა არის საჭირო რომ სახელი გაიგო? ამისთვის არის გასტროლები, კონცერტები სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა ქალაქებში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე. უკვე გვაქვს იმის რაღაცები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს პირადად რამოდენიმე მეც პირადად რამოდენიმე მოცეკვავთ ოპერებში, სხვადასხვა ქალაქებში. ვიენაში ვართ ოპერაში, იქ ვცეკვავთ, რაც 150,000 მაყურებელია, ოპერა აიდა. წელს ვცეკვავთ მეტროპოლიტენ ოპერაში, ალბათ პირველად ქართული ცეკვით შევალთ მეტროპოლიტენ ოპერაში. როდის ხდება ეგ ამბავი? რეპეტიციები იწყება ზაფხულში, ლისში იწყება და სექტემბერში იწყება უკვე კონცერტები. და ორი ქართველი მოცეკვავე ცეკვავთ, ესე იგი. დიახ, ოპერა აიდაში ვცეკვავთ და ახლა მაკბეთშიც ვიცეკვებთ. ნელ-ნელა უკვე გვიცნობენ, აღიარებენ ქართულ ცეკვა, ძალიან უმაღლესი დონეა ქართული ცეკვა და არის იმის საშუალებები ნელ-ნელა უკვე ინვესტორები, სპონსორები უნდა მოვიძიოთ, ვაჩვენოთ, შევთავაზოთ ჩვენი შოუ. დღეს ეს ჩვენი შოუ რაც არის ოჯახის და ანსამბლის ჩვენი ჯიბით არის ყველაფერი, ძალიან ძნელია, მაგრამ მე პირადი არაფერი არ მინდა, მე თუ რამეს ვაკეთებ, სხვაგან რომ მუშაობ და რამეს ვაკეთებ, ისევ ამას ამსუთმობ. ყველა ჩვენი ოჯახის წევრი ესე არის. ბევრს გიჟი ვგონი ვართ, ამაც რო ვაკეთებთ, მაგრამ ესეც არის რომ რაღაცა საქმეს მიაღწიო, რაღაცა იმ მიზანს რო მიაღწიო, ცოტა გიჟი უნდა იყო. და იმ ადამიანს, ვისაც ეგ იგივე მიზანი არ აქვს, იმან ვერ უნდა გაგიგოს. თუ გაგიგო, ესე იგი შენ გაკლია რაღაცა. და ღვთისყალობით მივაღწევთ ამ ყველაფერს. აგერ მეგობრებო, ეს გადაცემაც ნული ბიუჯეტით კეთდება და სპონსორებს ხავს. გამოგეხმაურეთ თუ დაინტერესდებით ჩვენთან კოლაბორაციით, გაგვიხარდება იმისთვის, რომ ეს პროექტი დიდხანს არსებობდეს. ქართველს თუ გადაუგდიხარ აქ რამეში ან რაღაცა, აი ცუდი ურთიერთობები თუ გქონია, მიუხედავად იმისა, რომ მაგარი ვართ და ასე შემდეგ და ბევრი მაგარი მეგობარი ყავს, აქ არის ისეთი მოსაზრებაც, რომ აი ქართველებს უნდა ერიდო. აი რა კატეგორიაზეა საუბარი და რა კატეგორიასთან ქონია შენ შეხება და ცუდი გამოცდილებები. სამწუხარო რეალობა არის, რომ ბევრი ქართულის გამსმენია, რომ აი ქართულს უნდა ვერიდო და ქართულთან აღარ მეგობრობ.
მართლა ჩვენ რომ ქართველებს ერთობა გქონდეს, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ, აქ ჩვენზე მაგარი და ძლიერი ხალხი არ იქნებოდა. გვერდში დამიყენებია, როცა არაფერი არ ქონდა, ჩემი პირადი ხელფასი მიმიცია იმისთვის და მეორე დღეს რაღაც ანსამბლი გახსნა გვერდზე, ან ამ ეგეთი მომენტებიც არის, ბევრისგან ახლობლების გამსმენია, რომ ცუდი, მაგრამ არ უყურებ მაგას, ვცდილობ, რომ იმაზე ვიფიქრო, აი მაგ ადამიანმა იქ რატო თქვა და რითი შემიძლია რომ დავეხმარო მაგ ადამიანს. დღეს ვინ არის შენი მთავარი მასწავლებელი ან ცხოვრებაში, ან ცეკვაში? ჩემი მთავარი მასწავლებელი დედა ჩემი. დედა ჩემი არის ადამიანი არ ვიცი. აი ადამიანი ქარიშხალი არის. დასვენება არ იცი რა. დედა გავიღუძებ. სახში არ არის სამსახურშია. მოვალ სახში მეცადინეობს. თან დედა არის 4 შვილის დედა არის, ქორეოგრაფი არის, აბარია 300 ბავშვი. მეუღლე თან უნივერსიტეტში სწავლობს. რა სწავლობს? დაამთავრა უკვე, შაშან დაამთავრა თუ არ ვწდები და უკვე მუშაობა დაიწყო. ისევ სკოლასთან და ბავშვებთან საქმიანობაში დაამთავრა უნივერსიტეტი 6 წელი მე მგონი. არ ვიცი, ადამიანმა დასვენება არ იცის. აი შეიძლება დილის 3 საათს დამიერეკოს საქმესთან დაკავშირებით, ან დილის 7 საათზე გამო საქმესთან დაკავშირებით. სულ ამვითარება, სულ შრომა, სულ უკეთესობისკენ. როგორ ერთობი აი ამერიკული გრიალი გართობა? სად და როგორ ერთობი? სად არის შენი განტვირთვის ადგილი? გართობის ძალიან დიდი მოყვარული ვიყავი დიდი ხანი. მაგრამ ეხლა საქმის ძალიან დიდი მოყვარული რო ვიყავი. დაუწყე მუშაობა შაბათ-კვირა ღამე. დაცვა ვიყავ, დაცვაში შევსწრა ხანი. იმიტომ რომ სულ იყო ხომ ეს გართობა, კლუბი, ტალევა და დაცვაში ვიქნა. არა, მინდოდა რომ დაკავებული ყოფილიყავი რომ ეგ აღარ მექნა. თორე ქართულებს ყველას ძალიან გვიყვარს, კეიფი და დროშ ტარება. მაგრამ მაინც გვიყვარს თან შაბათ და კვირა დილით მუშაობ ხოლმე, ასე რომ გამორიცხულია გრიალი და კლუბები და თემები. ვეღარ ვიცი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ცეკვის შესრულება რომ შეგეძლოს, რომელში ასრულებდი? ყაზბეგური. ყაზბეგურს. ყაზბეგურს შევაცრულებდი. არ დავიხლებოდი. სხვა ერის ცეკვები თუ გიცდია, თუ გიცეკვია და როგორ ფიქრობ ქართულის გარდა რომელ ერს აქვს ყველაზე მაგარი ცეკვები? რაც შენ გაფრთოვანებს როგორც მოცეკვავეს და ქორეოგრაფს? ქართულს რო ცეკვავ. აი შეუძლებელია რომ სხვა ცეკვა ვერ იცეკო. ალბათ ესპანური. ესპანური, მან ცოტა აი მამაკაცსა და ცოტა უხეშია, ალბათ ესპანური. ეხლა აქაც ოპერაშიც რა თქმა უნდა ქართულ მუსიკაზე არ ვცეკვავთ. მიდის ჩოლობო კლასიკური მუსიკა და ხანდახან არის მომენტები რომ ბალეტის ცეკვა, ბალეტის არა, ბალეტს არ დავუარქვი, მაგრამ კლასიკური არის, ქართულიც არ არის. მან როგორ მოხდა? მან მოხდით პირველად იყო 2018-ში თადეოსი, უმაგრესი პროდიუსერი, უმაგრესი რეჟისორი მოვიდა დარბაზში. არც ტანსაცმელზეც ან ვიზუალზეც ის არ ქონია რომ აი ეს ვიღაცა არის. ჩვეულებრივად შემოვიდა. არ იცოდით ვინ იყო შემოვიდა? შორენამ კი იცოდა, მაგრამ ბევრი არაფერი არ იცოდა. ხუდით შემოვიდა. ახლა ჯაკი ჩოლებრო დაждდა როული ამოიღო უგიყურებდა ჩვენ როგორც არაფერი ჩოლებრო ესწრება რეპეტიცია საინტერესებს რა ხდება. თუ წავიდა მე გავიგეთ რომ ეს იყო ერთ-ერთი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროდიუსერი და მაგის მე ვინც არ უნდა შემოვიდეს დარბაზში პოლონეთის რეპეტიცია არასდროს რომ მოდუნებული რამე გავაკეთო. თადეოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ოპერა დემონში დიმენ რუსულ ნაწარმოებია, მან ვიყავით მუსიკოსები, სამთვიანი გასტროლი იყო ამერიკაში. მაგის მერე ისევ თადეოსთან ერთად ვიმუშავეთ ვიენაში, ოპერა აიდა და მან გაგვიცნეს ნიუ-იორკიდან, მან დაგვინახეს ნიუ-იორკიდან და მოხდით მეკებეთ ოპერაში, მეტროპოლიტენ ოპერაში. ტრამებზე მომიყევი თუ გქონია რამე ესეთი ტრამები, რაც აღიშლის. ეხაც რომ მუხზე ეხა ეს ძელთან რომ მუხზე ჩავიდა ვერც ჩავალ. აი ესე
ვერც ჩავალ აი ეს ბოლომდე კაცუნებიც გავი ეს კაცული სულ იქნება მენის კი მაქვს ორივე მუხლზე ამას ჭირდება დამცავების მიუხედავად მაინც დამცავები ცოტათი გეხმარება მაგრამ 100-ჯერ 200-ჯერ ვიწევ დღეში აკეთება კონცერტზე რეპეტიციაზე მენის კი მაქვს ორივე მუხლზე წყალი მაქვს ორივე მუხლზე ინემსებს რაღაცებს ვიკეთებ, მაგრამ არის ოპერაციები აუცილებელი. ოპერაციას სჭირდება 1-3-4 თვე მაინც დასვენება და მაგის დრო არ არის ნემსები ტკივილი. რამე ისეთი ტრამა ხომ არ ქონია, რაც როდესაც რისკის წინაშე აღმოჩნდი, რომ შეიძლება ცეკვა ვეღარ გააგრძელო. აი მუხლის რა, სულ მექიმიც მაგას მეუბნება დაასვენე 6 თვე დაასვენე 6 თვე, ერთი 2-3 წელია ამტკივდა. ცეკვა არის ყოველთვის აი რეზინა უნდა იყოს, კარგი მოწყობილი იყოს. აოპერებში რო ცეკვავთ ხოლმე. ეხლა აიდაში მოგვიწია ბასეინში წყალი იყო, წყლის დაბლა ჩაოლებრივი იყო. იატაკი მან მოგვიწია ცეკვა. თან წყალი რო იყო, ვერც აზიურს ჩავუწმევდით. სამუხლის ძალიან თხელი გვეკეთა და ავიკიდეთ, აი ყველანაირი ტრამა ავიკიდეთ მან. ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და მხარჯველი თუ ხარ? აი ფულთან აი როგორი ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფულის გაკეთებაც მიყვარს, შრომაც მიყვარს და დახარჯვაც მიყვარს. ცხოვრების ბოლოს რო გადავხედავ თუ კან ის ფულის შენახვა არ და გამახსოვდება, მაგრამ ის მომენტები და გამახსოვდება შენს ყოველ ადამიანთან ერთად. ჩემი ყოველ დღე არის ინგლისურად ვიტყვი to the max. ბოლომდე ვცდილობ რომ ვიცხოვრო. აი რობოტები არ ვიყოთ, მარტო ფულზე არ ვიყოთ დამოკიდებული და მომავალზე. ცეკვა თუ აკეთილ შობილებს, აი შრომა აკეთილ შობილებსო გაგვიგია და შემდეგ. აი ნაძირალა ადამიანს თუ შეუძლია რომ იყოს ქართული ცეკვების მოცეკვავე. სამწუხაროდ შეუძლია, მაგრამ დიდი ხნით არა. დიდი ხნით არა. გავახო მაგას. აი ვერ გაუძლებს. ჩოხას ჩაიცმო, გამარხანჯალს გაიკეთებ და მანდილოსანის პატივისცემა არ ექნება, უფროსის პატივისცემა არ ექნება, შენი ის ძმა გვერდზე ვინც გიდგას, მაგის პატივისცემა სიყვარული არ ექნება, ამ საქმის და საქართველოს ისტორიის სიყვარული არ გექნება, შენ ქართული მე ყველაფერი თუ გაქვს ნაძრიალა კაცი არ ყოფილხარ. თუ არ გაკიდე მანდრა გინდა, დიდხანს ვერ გაცდებ. ასე რომ ქართული ცეკვა ეს ადამიანობას ეხება და ერთი მეორე ხელს უწყობს. მაგიტოა ქართული შეიძლება ის ქართული პატარა ბიჭი ან გოგო პროფესიონალი მოცეკვავი არ გამოვიდეს, მაგრამ აი იმ წესებს და იმ ტრადიციებს დაუახლოვდება მაინც და მეგობრის, მშობლის, უფროსის საქართველოსადმი სიყვარული ექნება რა, ეგ დავარი. ასე რომ არ ამგონია დიდი ხანი ეგეთმა კაცმა გაძლოს. მოდი შენ და მისვე კითხვა რა მე ვკითხე. შენ და გისვა კითხვა? მაგას ეხა არ მოველოდებოდი. მოიფიქრეთ რო გვაქვს თავზე საყრელი. მაგას არ მოველოდებოდი. დამეხმარეთ. ხედავ რა ძნელი ყოფილა. კითხვების დასმა. ეს კომენტარებში დავუწერეთ, მე მომდევნო რა კითხვა დაუსვას. კითხვა. მე პასუხების გაცემა არ მიყვარს უფრო სხვათა შორის, ჩემი დისკომფორტის ზონა არის კითხვებზე პასუხის გაცემა, მე მიყვარს კითხვებს რომ ვსაუბრობ, მაგრამ აი კომფორტიდან გამოვალ თუ მოიფიქრებ კითხვას. რატო გვაქვს ეგ სიმბოლური ერთმანეთის მიმართ? რამ გამოიწვია? იცი რა, ალბათ გაჭირვება. ალბათ თუნდაც მატერიალური მდგომარეობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად და აი ვიღაცას უფრო მეტი რო აქვს, უფრო წარმატებული როა, მე ავტომატურად იწევს ხოლმე ადამიანებში გულისწყობას და შორს და აი მე რაღაცა ვიღაცა თუ უფრო მეტად ჩანს და ასე შემდეგ რაღაცა შური იღვიძებს. ამ გადაცემაში ხდება ხოლმე ერთი ადამიანის მოკითხვა, მოიკითხე ერთი ადამიანი, ვისაც ფიქრობ რომ ყველაზე ძალიან გაუხარდება შენი ამ ეთერიდან მოკითხვა. ერთბებიას აქ მოვიკითხავ ჩვენთან არის. აქ დალიბებო არის, დალიბებო შენს მოვიკითხავ და ნატობებო საქართველოში არის, მაგასაც მოვიკითხავ. კოცნით თქვენ დამსხურება რომ დღეს ესეთი ქართველი ვარ. კი ბატონო, უღრმესი მადლობა რომ დამითმე შენი ძვირფასი დრო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვიცი და ყველა იმ მიზნის ასრულება, რაც კი გაქვს ჩაფიქრებული შენც და ანსამბლსაც. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში სახელი თუ ეჭველი ქართველია, გააქტიურეთ ზარიზღილა კი იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები. მე გემშვიდობებით ერთი კვირის დროებით.